ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს მოკლული მირზა ბუჩუაძის მეგობრები ირწმუნებიან, რომ მათ სამართალდამცველები ემუქრებიან. მათი თქმით, პოლიციელებმა მუქარი შემცველი ინფორმაცია ეზოში 13-14 წლის ბავშვებს დაუტოვეს, რომლებმაც შემდეგ ბუჩუაძის ახლობლებს გადასცეს. თუმცა ამ ადამიანების თქმით, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები მათთან არ კონტაქტობენ და არც პირადად მათთვის მიუწოდებიათ ამგვარი ინფორმაცია. პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ბუჩუაძის მეგობრებმა დღეს დაკრძალვის შემდეგ განაცხადეს. შეგახსენებთ, რომ 21 წლის მირზა ბუჩუაძე 3 ოქტომბერს დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. უკვე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თავმჯდომარე ლაშა ჯიხვაშვილი, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ კომენტარში ნაგა საქმეთა სამინისტროსაც ვთხოვეთ, სადაც განაცხადეს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ შესაბამის უწყებას მიმართონ და მუქარის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვონ. რაც შეეხება გარდაცვლილის ახლობლების საავადმყოფოში შეჭრას, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენ უბანში გააჩერენ ჩვენზე ბევრად პატარა ბავშვები, 14-13 წლის ბავშვები და უთქვამთ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, არ ვიცი სახელი და გვარი, არც თვითონაც არ უთქვამს, ალბათ უბრალოდ უთხრა, რომ პოლიციელი ვარო, ჩვეულებრივად და ეს ფაქტი დააფიქსირა, რომ გადაეცდო უფროსებსო, ანუ ჩვენ გულისმა, რომ რაც მოხდავა, ანუ ამ კნიგის სამართალში შეჭრა იყო ეს თუ რაღაც პატარა ინციდენტები, ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაიმუქრენო, ყველას პასუხს გავცემდო და არ დავტოვებდო არავისო პასუხს გამოცემელს, რა გასწონებაში კიდე არ მიხვიდეთო და რაღაც ეგეთები არის ნალაპარაკები და ჩვენ მაქსიმალურად გვინდა რომ ეს ზეწოლა ჩვენზე მოეშვას რა. ასახელებდნენ ის საავადმყოფოში მომხდარ ფაქტებს, ანუ საავადმყოფოში მომხდარ მოვლენებს და რავი, ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ ადამიანის მშვიდად დაკრძალვას ხელი შეუშალონ. 21 წლის ბიჭი მოგვიკლეს ყველა უბრალოდ და იქეთ კიდე ჩვენ წინააღმდეგ არიან გაწყობილი და კიდე თავს არ გზნობენ დამნაშავედ. თავიანთი საქციელის გამო კაცრად მოგვითხოვთ, რომ ყველელი დაისაჯოს მაქსიმალურად კაცრად კანონის